ხო? და ამიტომ ახლა აი ყველაზე უცნაური ის არის ბატონო ლევან, აი ხალხი რომლებიც, აი სპორტსმენებიც, მაგალითად მსახიობები. აი ხა ცელდება აგერ განცხადება, მე მინდა ვანახო, ეს ქალბატონი ყველას კარგად გეცნობათ, ეს არის ნინო სუხიშვილი და ნახეთ რა საცხადებს. ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება, მათ არ უნდათ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველოს. აი ხა ეს ქალბატონი ერთი სიტყვა არ დაუძრია სააკაშვილის დიქტატურასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში იყო. 2011 წლის 26 მაისს უნდა ეცეკვა სუხიშვილებს აი იმ დროს, როდესაც სასტიკად დაარბიეს ხალხი და ორი გვამი შემოაწყვეს იქ იმაზე, რა ქვია, რუსთავ. და მოცეკვავებმა თქვეს უარი, თორე ეს უარს კი არ ამბობდა იმ ცეკვაზე და ღირსების ორდენები მიიღეს ამ ხალხმა. და მე რუსეთს რო ახსენებთ, რუსეთის და საბჭოთა ეპოქაში გაიფურჩხნა თქვენი ანსამბლი, ისტორიაც რო არიცით თქვენ. და მე მაინტერესებს ამ რუსეთის გუბერნიად გადაქცევა რო არ გინდათ, თქვენ მაგალითად დასავლეთის გუბერნიად გინდათ, დასავლეთის აგენტურის და დასავლეთის მონობაში ყოფნად გირჩევნიათ, როგორც თქვენ მეტყველებ. და აი ეს ხალხია, ეხლა ჩემთვის სუხიშვილები ძალიან საამაყო ანსამბლია, რომ მივდივარ მაგათებზე, ამ კონცერტებზე სიამაყით მეხსვება, მაგრამ რა თვინე ახლა თუ შენ ქვეყანას ლახვარი ჩაეცი, ხო? აი ეს არის ყველაზე საშინელება, რა, აი არ ვიცი. ახლა პროპაგანდა როა უჭყუა, ახლა ეს ქალბატონი ვერ ხვდება რა შეასაქმე, ჰა? ისეთ რა არის, მე სხვანაირად უყურებ მაგ პროცესს, მასე თავისი პოზიციის გამო ყველა შეიძლება, ახლა მე თქვენ არა გაქვთ ეს მიმართულება, თქვათ რომ აი ეს რატო ესე არ ფიქრობთ, რატო ისე, მე ესე არ ფიქრობ. მე ამაგას არ უჭერებ ხარს ვიღაცას არა მომისმინეთ ბატონო საკამათოდ არ ვიზახი არა საკამათოდ არა მომისმინეთ მე ხა იმას კი არ ვიძახი იმას რატო თქვენ ეთქო ვერ გაიგეთ მე შენ თუ იმას ამბობ კი ბატონო გააქვს უფლება ეს ხელისუფლება არ მოგწონდეს ხო მაგრამ 1000-ჯერ და მილიონჯერ რომ მაშინ ადამიანები უარეს აკეთებდნენ და ხმას რო არიღებ და ეხლა როდესაც ამბობ რომ ეს თაობა არ უნდა გაჩერდესო კაცო რომელი თაობა არ უნდა გაჩერდეს პარლამენტს რო წვავს მოიცა ეს თაობა არ კიდევ უფრო მეტი უნდა დაწვა აი მაგალითად ჭოლა რომელიც მარჯანიშვილის თეატრის ის იყო სამხატვრო ხელმძღვანელი თეა წუბუკიანი როდესაც იყო მინისტრი დაიბარა ეს ადამიანი აუხსნა ელაპარაკა გაერკვა სიტუაციაში მე ეს კაცი დაბრუნდა. ეხა ყველაფერს ხო არ იტყვის სამინისტრო, ყველაფერს ხო არ იტყვის ხელისუფლება რაზე და ვისთან და რა კონკრეტულ თემაზე ლაპარაკობს. ყოველთვის ამ ხალხთან ეხა თქვენ როგორ წარმოგიგენია ნინო სუხიშვილთან მინისტრ ექნება კომუნიკაცია თუ რა მაგრამ აქ იცით რაზეა ლაპარაკი? აქვს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეხა ჭოლასთანაც იყო კომუნიკაცია გადადგა და მე ისევ გადმოდგა და დაიწყო მუშაობა იმაში. აი მაგალითად დუტა სხირტლაძე ხო? გამოვიდა ჯერ ბოდიში და აგინა ამ თავრობას, მე დაიბარეს რაღაცა დაელაპარაკდნენ, მე ისევ დაბრუნდა იმეჩი. ეს ხალხი არის, აი მაია ნადირაძემ თქვა ძალიან კარგად. ეს ხალხი არის როგორი ადამიანები, იცი? ყოველთვის არიან მას უყურებენ სადღაც რაღაცა თანამდებობა თუ რამე დაკარგვის საფრთხე არის გადახტებიან მეორე იმაში. აი ამ ინტელიგენციამ, მოიცა შევარდნაძე არ ელაპარაკებოდა ინტელიგენციას გეკითხებით? შევარდნაძე არ ქონდა კონტაქტი აი ინტელიგენციასთან, რომელმა ინტელიგენციამაც შევარდნაძე გაყიდა? ხო ელაპარაკებოდა შევარდნაძე. და რატო გაყიდა შევარდნაძე ინტელიგენცია? არც ერთი ადამიანი არ ამოუღია ხმა იმ ვარდების რევოლუცია რო ხდებოდა. ყველა შეიპარა და შეჯვრა ერთნაყუშ და პირიქით აი ეს ხალხი ეხლა ვინც ეხლა აქტიურობს, აი ეს ჭოლა, ეს სუხიშვილი ესენი გამოდიოდნენ მაშინაც და ეს ლანა ღოღობერიძეები და აი მაშინაც ეს ხალხი აქტიურობდა სააკაშვილის მხარდასაჭერად რო იცოდეთ. და იგივე საკეთებენ, ამა ტრადიციის სახე მიიღო. ესენი მე ჩემი აზრით არიან ქვეყნის მოღალატეები. რატო იცი? ეხლა მე ვიღაცა ბოდიში და რომელიღაცა ანსამბლი, რომელიმაც საქართველოში არავინ არ იცნობს, იმის ხელმძღვანელმა რო გააკეთოს განცხადება, რომ აი ეს მომავალი თაობა იჩაგრება, კაციშვილი არ მიაქცევს ამას ყურადღებას. შენ რო ნინო სუხიშვილი ხარ, შენ რო გასტროლებით მთელი სოფლიო გაქვს მოვლილი. შენ რო ამას ამ გინდა რომელიღაცა სპორტსმენი ხარ, რომელსაც მაგალითად მთელი სოფლიო შენ რო ამ განცხადებას აკეთებ, ხო, ეს არის გადამდები, იმიტომ რომ შენმა ამ განცხადებამ შეიძლება ის ახალგაზრდა, რომელიც პოლიტიკაში საერთოდ არ არის ჩახედული, მივიდეს იქ და იქ აქციაზე დადგეს. ამიტომ ეს რო ეხლა არ არის კომუნიკაცია, კი შეიძლება უფრო მეტი უნდა იყოს კომუნიკაცია. ეხლა ვერ ხვდება ეს ხალი რომ მოიცა რა კომუნიკაცია ჭირდება ნინო სუხიშვილის თვალები დაბრმავებული აქვს რომ ვერ
ხედავს რომ პოლიციას იმებს ესვრიან რომ დამწვარია რომ მივიდა იქ რუსთაველზე და რომ დადგა იქ ვერ დაინახა პარლამენტის შენობა დამწვარი რო არის ხეები გაჩეხილია დანგრეულია გაცამტვერებულია ყველაფერი მოიცა ეს და პოლიციამ თურმე ამაზე პასუხი არ უნდა აგოს აგებინოს ამ ადამიანებს ამაზეა ცოტა გაურკვევლობა და ეს ეხლა ეს ადამიანები ეხლა მამა აბრამის ბატკნებად რო წარმოვაჩინო ჩვენ რო აიცით რა არის ამათ ეხლა არიციან ამათან კომუნიკაცია არ არის მე ვერ დაგეთახმებით მაგაში ბატონ ლევან რომ ძალიან მშვენივრად იციან რა ხდება და ძალიან მშვენ პრივილეგიებით სარგებლობენ და ყველაფერი და სისხლში რო იხჩობოდა ქვეყანა ესენი ხმა არ მოუღიოთ მაშინ იყვნენ გასუსულები მიშასთან ერთად და მიშასთან ზოგი საწოლში გორაობდა და ზოგიერთი კიდე ბოდიში და რასაკეთებდა კაცმა არ იცის როგორ შენ თუ შოთა არველაძე დემეტრაძე დაიჭირეს კაცი არაფრის გამო ფეხბურთელი და კახი კალაძე გამოვიდა ერთადერთი და ისა ყაველაშვილი დაუდგა გვერდში დემეტრაძე და რა თქვა იცით ამან გამოვიდა არველაძე აუ თუ სამართალიო კანონმა უნდა იზეიმოსო და რაღაცაო და ამ დროს უკანონოდ იყო დაჭერილი ის კაცი ის დემეტრაძე რა თავისი თანაგუნდელი არ დაუცვია პროფესიულად რომ მიუდგეთ რა და ამიტომ ეხლა რა თუნდა ამას ქვეყანა რა რომელ მომავალ თაობაზე ლაპარაკობთ რა ქვეყანა გადაწვეს გადაბუგეს რა კაი არ მოგწონს ეს თავრობა პარლამენტის შენობას რატო ანგრევ ამსხევ ჩვენ სააკაშვილი რო არ მოგწონდა ერთი შუშა არ ჩაგვიტეხია ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ლამის ხიდან ხო ამაზეა ლაპარაკი რომ კაი არ გინდა ეს ხელი ნუ გინდა მაგრამ ამ მეთოდებს ესე იგი შენ ამბობ რომ ვინც ანგრევს ამსხევს ანადგურებს მიდით მიაწექით კიდე უფრო დაანგრიეთ ხო ამაზეა საუბარი აი რომ ჩემთვის ესენი არიან მიუღებლები შვილმა თქვა იგა აბა რა თქვა აგერ არ უნდა გაჩერდოსო კაცო ეს თაობა არ უნდა გაჩერდო აბა ეს არ არის ნათქვამი არ უნდა გაჩერდეს რას ნიშნავს უფრო მეტი დაანგრიონ თორე ახალგაზრდობის წინააღმდეგი ხო არა ვარ ჩვენ და ის კომუნიკაციაც კიდე იყო მუდმივად იუსტიციის მინისტრი ვესწულუკიანი ეკონტაქტებოდა იყო ეხლა კი ხისტი ქალბატონია ეს და რაღაცა ცოტა შეიძლება რაღაცა კაცრად მოძდის ხოლმე მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომუნიკაცია ყოველთვის იყო მათთან ხო არ ვიცი პრივილეგიებით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის რა სახელმწიფო ანსამბლეა სუხიშვილი კერძო ანსამბლე ხო არ არის რა და სახელმწიფოს უტეხავენ სახელს ამ განცხადებით იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ამაზეა საუბარი ეხლა მე რო თქვენთან მე არც მე მაქვს რომ ჩვენ გვინდა რომ აი საზოგადოებას უთხრათ რომ მე ბევრამეში გეთახმები, მაგრამ ამაში ვერ დაგეთახმებით, რომ ახლა ეს ინფორმირებული არ არის ეს ხალხი და ამიტომ აკეთებს ეგეთ განცხადებას. შენ ნინო სუხიშვილი, შენ მაგალითად დუტა, შენ ჭოლა, როგორ ეუნები ლაპარაკობ იმას, რომ ეს არის წინვალი ახალგაზრდები, ვინც რუსთაველზე დგანან, რომლებმაც გადაწვეს ყველაფერი. აი, რამდენად შეიძლება ჩემამდე არ დადის ეს ყველაფერი. და მე ის რომ კიდე იცით რა არის? ეს აი რაღაცნაირად სულ ყოველთვის როგორ არასწორ პოზიციაზე დგას ეს ინტელიგენცია კიდე. და გამსახურდია სწორედაც იცით რომ ეძახდა იმათ რომ წითელი მართლა წითელი ინტელიგენცია ხა ლანა გოგობერიძე მაშინაც იმ გამსახურდიას წინამდე იყო დღესაც ამ ხელისუფლების წინა ის ხალხი ვინც ის ბუბა კიკაბიძეს ავტომატი ქონდა ხელში მომარჯვებული და მიტინგს ხვრიტავდა იმა დიდუბის მეტროსთან რაც არ უნდა ხელისუფლებამ შენ არ გელაპარაკოს ავტომატი ხელში როგორ უნდა დაიჭირო ხალხი როგორ უნდა დახვრიტო კი ეხლა ამ ნათქვამია მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერი ყველთელმა საქართველოს მიცის ეს ყველაფერი ხო და ყველა ინტელიგენციის წარმომადგენლები იქ იყვნენ იმელის შენობაში განლაგებული და იმას რა ქვია ლამის იყო ტყვიებს ესროდნენ თავრობის სასახლე და რო არავინ არ აგო პასუხი არც მაშინ ესროდნენ ლამის კი ხო ესროდნენ ხო ლამის კი არა ზარბაზარი დადგეს ისე ესროდნენ არა ზოგი ლამი და ზოგი ესროდა ეხლა ეს ხალხიც კიდე აი როგორ იყო ახლა შევარდნაძე ინტელიგენციას არ ელაპარაკა აი მე მაგიშვით კითხვა ეს ხალხი არის გამყიდველი მე ყველაზე არ ვლაპარაკობ ინტელიგენციის ყველა იმაზე წარმომადგენელზე ღმერთმა დაგვიპაროს მაგრამ დიდი ნაწილი ყოველთვის იყო გამყიდველი. ჯუმბერ პატიაშვილი სასათმურე პირობებს არ უქმნიდა ამ ინტელიგენციას და რო გაუჭირდა ჯუმბერ პატიაშვილის გვერდში არავინ არ დაუდგა. შევარდნაძეს დაუდგა გვერდში ვინმე არავინ არ დაუდგა 2003 წელს. დღევანდელი ხელისუფლებაც რა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა აი თქვენ რო ლაპარაკობთ ეხლა ინტელიგენცია გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილი კოდებოდნენ აი მშიერი კოდებოდნენ. და ეს გამოდის მსახიობი და ჩვენო იმანო იმ დღეს რა ქვია ლეონტაძე გამოვიდა კაცო და ისაო ესო მეო ისაო რა ქვია მოგვატყუა ბიძინა რა მოგატყუა მშიერი ცოცხალი არ იქნებოდით ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ინტელიგენცია ხელოვნება ისტორიკოსები პროფესორები და ეხლა ამით დაუბრუნეს ამ კაცს ესა რომ აგერ ეხლა ადგენენ და იმას დაუჭირეს ხარი ქვეყნის დამბრევებს ამაუხრებლებს ნუ არ ვიცი მე ჩემი აზრია ბატონო ლევან რომ ესენი ეს ხალხი
ამ ხალხის იმიტომ ვაკრიტიკებ და ისე ვარ შეურიგებელი რომ ამ ხალხს სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა იმიტომ რომ ეხლა ვიღაცამ რო თქვას ეს რომელიღაცა პარლამენტარმა ისე ეძა რაღაც ნინო სუხიშვილი რო ამას იტყვის რა ქვია ნანი ბრეგვაძე რო ამას იტყვის ნანი ბრეგვაძეს რა ქვია ბოდიში და ელცინის კლავებს ვერ მოაცილეს ისა რა ელცინის კლავებში გორაობდა სურათიც არსებობს ამისი ხო და ეხლა რუსეთი არის ცუდი ხო გამოვიდა და მე მონობაში ვიყავი აი ნანი ბრეგვაძე რო ამას იტყვის გეკითხები და ნანი ბრეგვაძე მონობაში იყო ა თუ რამე პრივილეგიები არსებობს ნანი ბრეგვაძე მიიღო თუ მიიღო იმ საბჭოთა კავშირიდან ხო ამიტომ ეს ხალხი არის მოღალატე ადამიანები და რომლებსაც პასუხი არ აგეს აი იგივე იმ გადატრიალებაზე რო ჩასმულიყვნენ ეს ხალხი ციხეში პასუხი რო ეგოთ ეხლა დღეს არ იქნებოდა ის იგივე შევარდნაძის დროსაც რაც გააკეთეს შევარდნაძის დროსაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა იმ ინტელიგენციის წარმომადგენლებით რო დაეჭირათ ვიღაცას გონია რომ ინტელიგენციის წარმომადგენელი რო ხარ არ პასუხს არ აგებ და რახა ეხლა დაიჭირეს ვიღაცა ჭიჭინაძე რატო დაიჭირეს რატო და დასაჭერი იყო რა შუაშია ეხლა ის ავიღოთ თუნდაც აი რომანტიზირება რომ მოხდა იმ იმისი რა ქვია თვითრინავის გატაცების ბიჭების შევიდნენ თვითრინავში მე გეგა ყობახიძე ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო ძალიან კაი ახალგაზრდა და ჩემთვის იყო ძალიან გულდასატკენი ასეთ რა ვერ გავიგე ვინმე ძალა დაატანა რომ თავისუფლად შეეძლოთ გაფრენილიყვნენ იქა ხო უცხოეთში არა ადამიანს იარაღით შევიდნენ დემონსტრაციულად უნდათ რომ აი ესე იგი მოეხთინათ ესეთი აქტი რომ თვითრინავი გაეტაცებინათ დემონსტრაციულად და დღეს ეხლა გამოდის ის ქალბატონი დედამისს და ლაპარაკობს რომ მეო გეგა ყობახიძის დედა ვარო და გეგა ყობახიძის დედა რო ხარ მე რა გეგა ყობახიძემ გმირობა ჩაიდინა მაინტერესებს რომ იქ ადამიანები რო დახოცეს იმ თვითრინავში კაცო და რომანტიზირება გავაკეთეთ ჯისების თაობა დავარქვი ჩვენი თაობას აი აქედან მოდის ჩვენი უბედურება რომ ვინც დამნაშავეა პასუხი არ აგო და გმირებად შევრაცხეთ ჩვენ ეს ხალხი შევიდნენ ადამიანები თავისუფლად შეეძლო გეგა ყობახიძესაც იმ ადამიანებსაც რომლებიც იქ იყვნენ თავისუფლად გაფრენილიყვნენ ნებისმიერ ქვეყანაში არ იყო პრობლემა არა შევიდნენ დემონსტრაციულად დახოცეს ხალხი და მე თქვენს რომ სპეცნაზმა ცეცხლი გახსნაო თბილისის აეროპორტში აბა რას გახსნიდა სპეცნაზმი აბა ვერ გავიგე თვითრინავის გასათავისუფლებლად აბა იმითი ვარდებით ხوار შევიდოდნენ იმ იმაში რა ქვია რა თვითრინავში და დღეს გამოდის ეს ქალბატონი მიტინგზე და მეო ჩემი შვილის იმქიდან გამომდინარეო თქვენ მოდელი რატო დახვრიტეს ბიჭო მე არ ვიცი მე რატო დახვრიტეს ეხა მიცით რა არ ყოფილა თვითრინა არა თქვენ მე არ ვიძახი რომ ეხა ყველაფერი იყო იდეალურად ეხა ისე მაგრამ ეხა თქვენ აი რახან კითხვას ასვამთ რომ მოდელი რატო დახვრიტესო თქვენ ქმედება რომელიც ამათმა გააკეთეს ეს სწორი იყო მოდელზე ვიკითხე არა ხო და არა იცით რატო ამ მოდელზე მეც არ მომწონს და ეს იყო მიუღებელი მაგრამ ის რომ თვითრინავში შევიდნენ ადამიანები მოდელზე საერთოდ თქვი მე რომ მოდელი სწორად დახვრიტეს მეთქი რახან თქვით ეგა არა ხო არ მithქვია მე არა ხო მაგრამ ამ საქმეში შეიძლება სხვა რაღაც დარღვევებიც იყო მაგრამ მე ვამბობ ის ფაქტი რაც მოხდა დანაშაულის რომანტიზირება ხო მოხდა ფაქტია რა ხო მოხდა რომანტიზირება რომ ეს ბიჭები გამოიყვანეს გმირებად